ამ დღეებში რამდენიმე დიდი საპარლამენტო დელეგაცია არის თბილისში და ჩვენ ნახეთ ევროპის სახალხო პარტიის განცხადება და ეს არის ევროპარლამენტის ყველაზე დიდი ჯგუფი. მათ შეუძლიათ ნებისმიერი გადაწყვეტილების დაბლოკვა ევროპარლამენტში და მათ უკვე გამოაცხადეს, რომ თუ ასე გაგრძელდა, საქართველოს ვერ მიიღებს ვილნიუსის სამიტზე, ესე იგი წელს ასოცირების ხელშეკრულებას ევროკავშირთან. ეს არის ის, რისთვისაც მთელი ეს წლები ჩემი მთავრობა ძალიან ინტენსიურად მუშაობდა და ჩვენ პრაქტიკულად ერთი ხელის გაწვრას მივახლოვდით. 8 წლის წინ საქართველოს მიახლოებითაც კი არ იყო ევროპის რუკაზე. ამ 8 წლის ინტენსიური მუშაობის შედეგად, რეფორმების შედეგად, იმის შედეგად, რომ ევროკავშირმა აღიარა საქართველოს ყველაზე ნაკლებად კორუმპირებულ ქვეყნად ევროპაში, ყველაზე ნაკლებ კრიმინალიზებულ ქვეყნად ევროპაში. ნახა ის ბევრი მიღწევა, რომელიც საქართველოს ჰქონდა. ჩვენ მივახციეთ იმას, რომ წელს უკვე უნდა გაგვეფორმებინათ ასოცირების ხელშეკრულება ვილნიუსში. ამ ბოლო დროის მოვლენება საქართველოს შიგნით ამ განცხადების თანახმად ეს დააყენა ყველაფერი დარტყმის ქვეშ. ეს არის ყველაფერი იმის დანგრევა, რასაც ჩვენ ეს წლები ვაშენებთ. ეს ჩემთვის არის ძალიან მძიმე რამე, იმიტომ რომ ეს არ შეიძლება უხაროდეს არც ოპოზიციას, არც მთავრობას, ეს არის ქვეყნისთვის ძალიან მძიმე, იმიტომ რომ თუ ჩვენ ევროპამ ასე ვკრახეთ, მაშინ ჩვენ ვიქნებით ადვილი ლუკმა მხოლოდ ერთი ჩვენი მეზობლისთვის. და მაშინ ჩვენი ყველა დეკლარაციების არაფერს აღარ ნიშნავს. ამიტომ უნდა გამოვფხიზეთ და არა ის ვიცახო და ufdi ვინ არიან ეს პარტია, ვინ არიან და ეს არის პარტია, რომელსაც მართლა შეუძლია ამის დაბლოკვა და ეს ჩვენს ვარ გუშორს. და უნდა დრო გამოვიღვიძოთ და მივხვდეთ, რომ თუ რაღაცეები ახლა გამოსასწორებელი, ახლა უნდა დავждოთ ყველანი ერთად და გამოვასწოროთ. და არ შეიძლება ქვეყანას ისეთი საფრთხე შეუყურეთ დღეს, რომ მე ამ მატერიალმა ჩაიაროთ და შემდეგ მატერიალებმა მრავალი წელი აღარ ჩამოიაროს ჩვენთვის და არ გაგვიჩნდეს შესაძლებლობა, რომ ევროპულ სახში შევიდეთ და რაღაცნაირად ჩვენი მომავალი უსაფრთხო და დაცული გავხადოთ. ამიტომ მე ვარ, რა თქმა უნდა, ამით შეშფოთებული. იმზათავარ მთავრობას ველაპარაკო ამ თემებზე, ეხლა ესე ხელაღებით ამას ესე რომ დიდი ამბავი არ შეიძლება, ეს არის მართლა დიდი და მართლა ძალიან პრობლემური ამბავი და ჩვენ ყველა მეტად უნდა მუშაობთ მიუხედავად პოლიტიკური სიმპათიებისა, რომ ამ ამბავს გაგრძელება არ მოყვას. თორემ საბოლოო ჯამში წააგებს საქართველოს და ვერავინ ვერ მოიგებს ჩვენგან.